ეს შენობაროა ხო ამაზე უკეთესი ბოსელი აქვს მას სოფელში ხალხს აი ეს შენობაროა დირბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიდგომილი ღვთისმშობლის თვითმკვლელობის პროფანაცია. ახსოვს. შემდგომ იყო ნატა ფერაძეები და ტაძრას შევარდნები და ხატების ღია შეურაცხყოფები. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა გარკვეული პროექტი. საქართველოსთან ამ მიზნით შეგნებულად გადახვეწილი შვედეთში ფორმალურად ქართველი გენეტიკურად ის ქართველად ვერ ჩაითვლება ვერანაირად ადამიანმა, რომელმაც ამას არც სცენარი ქვია და არც დრამატურგია ქვია, ამას ქვია შეგნებული პროვოკაცია ქართული საზოგადოების. და მაშინაც გამოგვიყვანეს ქუჩაში. ბატონო, აგერ მახსენებე კიდე ძალიან ბევრია ესეთი, მაგრამ მე რა გავიხსენე ისეთი, რაც არის ყველაზე ესეთი ძაფრი გასახსენებელი. და ვიღებთ რას, ნახეთ, 24 ნოემბრიდან ეშვება პროექტი, რომელსაც აწერია 18+, ანუ იკეტება, დახურული კლუბისთვის არის და იდგმება მარკიზ დე სადის, ალბათ იცით, მარკიზ დე სადი ეს არის ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი, მე-18 საუკუნის, რომელმაც 30 წელი გაატარა ციხეში და რომლის ნაწარმოებები, რომანები, მათ შორის სოდომის 100 დღე, გარყვნილების სკოლა არის ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალული, მისი დადგმა, მისი სცენოგრაფია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის პურიტანული საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა ხოლმე და აქედან გამომდინარე ხდებოდა. აი სწორედ მარკიზ დე სადის რომანის მიხედვით შეიქმნა ის საზიზღრობა, რომლის ნაწყვეტები ერთ-ერთმა ადამიანმა ფარულად, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ იგრძალებოდა ამისი გაშუქება, გამოიტანა გარეთ. დღეს გავრცელდა აი ამ შენობის თანამესაკუთრის და აი ამ საზიზღარი სპექტაკლის დამდგმელის დავით თავაძის, დათა თავაძის, ალბათ დათას უარქმევდნენ, შთაგონებულნი იყვნენ, დათა თუთაშკიას რაინდობით დავის დროზე. მამის ნიკა თავაძის განცხადება, წერილი. დავითის სკულპტურა გამოტანილი წინა პლანზე ფალოსით და მიმართავს საზოგადოებას, რომ თუ კი ეს ფალოსი მათ ისევე აღაგზნებს და აგიჟებს და იწვევს პროტესტს, როგორც ამ სპექტაკლში მოსმენილი და გაგონილი და ნანახი ფრაგმენტები, მაშინ ის ამ საზოგადოებას უსამძიმრებს მის მძიმე, ასე ვთქვათ, მდგომარეობიდან გამომდინარე. აი მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ სახელმწიფო დაადგა ურჩის სუვერენიტეტის დაცვის შეუქცევად პროცესს. მაშინ ჩვენ დავიჯერებთ ყველაფერს,
მათ შორის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებს, დენაციფიკაციას, ყველაფერს დავიჯერებ. მე მივალ და მე დაუდგები პირველად მაქებრად და ხოტვის შემსხმელად და ტაშის მკვლელად. ყველაფერში ოღონდ დაგვანახონ, რომ ეს რაც ახლა მე თქვენ გითხარით, რომ კონკორდატში შესაძლებელია ცვლილება, ეს ნამდვილად ასია. ამას უნდა პოლიტიკური ნება. ამიტომ ჩვენ მოკავშირეებად უნდა ვაქციოთ ხელისუფლება ახლა ამ საქმეში. უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ კარგად დაფიქრდეს, იმიტომ რომ რაც მე გითხარით, ის არ არის მუქარა. იქ შეიძლება მე ვიყო უკანა რიგში. იმისა, რომ დავიწყოთ დიდი კონსოლიდაცია, მათ შორის მთავრობასთან ურთიერთობა, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა და ეს ძალიან მტკივნეული საკითხი. სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეეზღუდოთ, მათ შორის კაცად უნდა გაკონტროლდეს ის გარე დაფინანსებები, რაზეც აქვთ გათვლა. იმიტომ რომ ასე საუბრობენ, რომ სპეციალურად გავენ კიდევ უფრო პროვოკაციულ შეურაცხყოფელ სპექტაკლებს, რომ დამატებით ფული მოიზიდონ დასავლეთიდან, ვიცით ხო, საიდანაც ფინანსდებენ. ამიტომ ამ მიმართულებითაც არ ვიცი, ეს კანონი იქნება, იზოლება იქნება თუ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ფორმა უნდა მოინახოს და ზომა რომ ამათ აიგზალოთ და ჩაეჭრათ ასე დაფინანსებელი. ნახევარ საქართველოს მშობელი რომ ეს თეატრი აიგზალოს მთლიანად. მთავრობა მიიღოს ისე გადაწყვეტილება, რომ აიგზალოს ამათ სპექტაკლების ჩატარება და დახმარება აიგზალოს მთავრობისგან ამ თეატრებს, რომ მთავრობაც არ იყოს თანამონაწილე ამ ბოროტების. ერის გადაგვარების. შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყველა წმინდანების დროს.